ვინც გარეთ ვდგავართ და ვიცავთ ამ პრინციპებს, ხო? ჩვენ ვიცით რის გამო ვდგავართ გარეთ და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც უმრავლესობა გვითანაგრძნობს ჩვენს და ჩვენ და ამ პროტესტს უთანაგრძნობს. მაინც უმრავლესობას უნდა უკეთესი ქვეყანა ამ ქვეყანაში. აბსოლუტურ უმრავლესობას დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა უთანაგრძნობს პატიმრებს და უნდა მათთვის სამართლიანი სასამართლო, რომ უდანაშაულო ადამიანი არ აღმოჩნდეს არასოდეს ციხეში. და ჩვენ ყველას გვინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი საზოგადოება, ძლიერი სახელმწიფო და ამ ქვეყანას მართავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და რომლებსაც მართლა შეუძლიათ ამ ქვეყნის სასიკეთოდ მართვა. და მართლა შეუძლიათ, რომ ამ ქვეყანაში მოიტანონ კეთილდღეობაც, სამართლიანობაც და მშვიდობაც სხვათა შორის. რაც უფრო რთულია გარემო და კონტექსტი, ხო, რაც გლობალურ პოლიტიკაში ხდება, რაც აი აქ რეგიონალურ პოლიტიკაში ხდება, რაც ევროპაში ხდება, ხო? მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ძლიერი და ჩვენი სახელმწიფო იყოს ძლიერი. რომ ჩვენ შევძლოთ ნებისმიერთან ლაპარაკი, ჩვენ შევძლოთ ნებისმიერ მეზობელთან და ნებისმიერ მეგობართან ლაპარაკი, რომ ჩვენ გვყავდნენ კარგი მეგობრები, ძლიერი მეგობრები და სამეზობლოსთანაც პოულობდეთ რაღაცა საერთო ენას. ეს არის გამოსავალი საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის. ეს არის გამოსავალი საქართველოს ძლიერი მომავლისთვის და სამართლიანი საზოგადოებისთვის და კეთილდღეობისთვისაც ამ ქვეყანაში, რომ ჩაგვრა აღარ არსებობდეს ამ ქვეყანაში. საკმარისია ჩაგვრა და ტანჯვა ამ ხალხის.